გამარჯობა. მე ვარ ეკო ფანგანი და ეს არის პროექტ ჩემი ქორწილის ბოლო გადაცემა ამ სეზონში. ჩვენი გადაცემის მონაწილეები არიან გიორგი კიკნაძე და ევდოკია ეკა მუკბანიანი. გიორგი ოპერის გუნდის მსახიობია, ეკა კი უცხოენების სპეციალისტი. მათ ერთმანეთის სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნეს. ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინება გადაწყვიტეს. გიორგი, გამარჯობა. ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა. ახლა ტრადიციულად როგორც იცი, მაყურებელს კარგად უნდა გავაცნო შენი თავი და შესაბამისად მეც კარგად უნდა გაგიცნო. მეანობა მუშაობ ამჟამად ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, ვარ გუნდის მსახიობი. მოგვიყევი ახლა ეკას ევდოკიას შესახებ, როგორ გაიცანი, სად გაიცანი თქვენი ურთიერთობის შესახებ. ძალიან სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი. მართლა? ჯერ ერთ სპექტაკლზე დაპატიჟე, მეორეზე მე კინოში ხო და ესე გამიგოვდი და მე სადღაც ცოტა ხანში მივხვდი რომ ამ ადამიანის გარშე არ შემიძლია. და აი რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს თქვენი ურთიერთობა? დიდი ხანი არ არის. გავიცანი სადღაც ახალი წლის მერე პერიოდი იყო იანვარში. და შევხვდით 15 თებერვალს. სოფელში მინდოდა, მაგრამ სიყვარული დღეს. ეკა, ეხლა პირველ რიგში მაყურებელს უნდა გავაცნოთ შენი თავი, როგორც იცი და მოგვიყვეს ეს შესახებ ყველაფერი, რასაც გაიცანებ. დავიბადე ქალაქ პეტერბურგში, ვიცხოვრე 6 წლამდე. შემდეგ ესე გადაწყვიტეს მშობლებმა, რომ ჩამოსულიყვნენ საქართველოს სასწავლებლად, კერძოდ სვანეთში. გადასარევი გადაწყვეტილება. ხო, ახლა დედაჩემისთვის ძალიან უცხო გარემო იყო, რა თქმა უნდა. მაგრამ რაღაცნაირად მე შეეჩვია იქ ცხოვრებას და შემორჩით სვანეთში. აი მოგვიყევი თქვენი გაცნობის შესახებ, თქვენი ურთიერთობის და სიყვარულის. ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ვირტუალურად და მე გადავწყვიტე რომ შევხედროთ. ყოფმანობდი მაინც ახლა სვანი გოგო ხარ. როგორ არა? მაინც ყოფმანობდი მაგრამ რომ დავფიქრდი ახლა ინტერნეტში რაღაც რომ საუბრებიდან გამომდინარე დადებითი პიროვნება ჩანდა და როგორ გადაწყვიტეთ რომ დაქორწინებულიყავით? აი როგორ მიხვედით ნელ-ნელა ამ მნიშვნელოვან ეტაპამდე? ეგ მოხდა რაღაც სპონტანურად დაახლოებით აპრილში. გიორგი მოინდობა ჩემი მშობლების გაცნობა. 2-3 თვეში. როცა გაიცნეს ერთმანეთი, გადაწყდა უკვე ქორწილის თარიღიც. აი თუ ელი რაიმე განსაკუთრებულს ამ პროექტისგან. ანუ რაღაცის გამო ხომ მოხვედით? და რაღაცას ელი ალბათ, ხო? მე ველი რას რომ აი ქორწილი გამო ძალიან ლამაზი. რაღაც სიურპრიზებიც იქნება და ჩემთვის იქნება ძალიან, არ ვიცი, უბედნიერესი დღე ჩემ ცხოვრებაში. გვაქვს მეორე ნაწილი, რაც არის ბლიც ინტერვიუ. მე ესე დავდივარ ბოდიში სიტყვაზე, მაგრამ შესატყვისი ვერ პოულობ. ჩემი ჟურნალისტმა შევა ამის გამო შენიშნა მოწეს, მაგრამ დავდივარ შპარგალკით. მე დაგისვამ კითხვებს და გამეცი მოკლე და კონკრეტული პასუხები. ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც შენს რჩეულს აქვს. ძალიან უყვარს ვარჯიში. ახლა ჯიუტიროა სვანია და მაგითო არის ჯი. აი ესე იგი რა სვანობაზე ძალიან ხაზს გვისვამ. ის რაც ყველაზე მეტად მოგწონს მის ხასიათში. ძალიან წყნარია. საყვარელია და შვილი საყვარელი ეს მე შევამჩნიე სხვათა შორის. არის ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანი. ზღაპრის გმირი, რომელსაც მიამსგავსებდი გიორგის. ალბათ უფრო თანამედროვე რაღაც შეიძლება უფრო სუპერ გმირს. სუპერმე? რა მაგარია, აი ესე იგი, როდესაც საქმრო სუპერმენს ამსგავსებს, ეს რაღაც ძალიან განსაკუთრებული. როდესაც ცოტა ის მოწყენილია ხოლმე, მაშინ რომ შრეკში კატა. ეს ეკეთებს თვალებს. ანუ შრეკის ფისო ფაქტიურად, ხო? რომ არ ყოფილიყავი ოპერის მომღერალი.
მაშინ რა იქნებოდი, რა გამოხმოდოდი, რა იქნებოდა შენი პროფესია? ბატონო? სამხედრო. სამხედრო? მეც მინდა რომ ვიყო სამხედრო, ალბათ ბავშვობიდან მინდა რომ ვიყო სამხედრო ხალი, ძალიან უცნაური ალბათ. ხო, შეიძლება. რა შეცვლიდი ეკას ხასიათში? არაფერს. დატოვდი ზუსტად ისეთ როგორც არის. ზუსტად ისეთ როგორც. ალბათ არაფერს. იმიტომ რომ ადამიანი როცა გიყვარს, უნდა გიყვარდეს ისეთი როგორიც არის. პირველი ჩვენი შეხვედრის მიზანი რაც არის, რომ მინდა დამეხმაროთ ქორწილო უფრო კარგი რო გავაკეთოთ, ჩვენ მაქსიმალურად ვუწევთ ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ არ აუცდეთ წყვილს, მაგრამ თქვენი დახმარება დაგჭირდება იმაში, რაღაცა ელემენტები რო ჩავთოთ. აი ეს მოკეთებს. პრომოცია რადომაც. მოყევით, ვაწადოთ. ხო, ვიღებ. შემიძლია მომწოდდეს, რომ სანდურიც. შემიძლია შემეულის ხელის მოწერა მქონდა ერთ-ერთ ხელისმოწერის სახში და ნუ ერთი ხალი იყო რომელსაც გინდათ რომ ან იმღერი ან ლექსი მოკრები არ რაღაცა ქენიო რომ ჩვენს ორი გამოაჩინოთ ნუ სიმღერა არ ვიცი ლექსი ვიცი მაგრამ ნუ იქ ვიტყოდი ისეთ საბავშვო ლექსები ვიცი და საბოლოოდ გავიხედე და უცებ აღმოჩნდა გოგა ჩემო გვერდზე რომ ნუ იმ მომენტში რომ მოხდა რომ გოგა მღერის და უცებ დასჭექა ეს იყო ბოლო ჩემს და აი ყველა გავჩუმდით მე ეს პროცესი დავდექი გოგა იდგა და ბოლოს ესეთი მომენტი იყო რომ ჩემი უღო გამოვიდა გამოაჩენს მაგრამ ამას ვერ აღვაჩენე ზაროლებში ყოს ტაშის მომენტი ძალიან მოეწონა აი ტაშის მერე უკვე ჩვენ გავიდით გოგა დასჭექა ეს კაცის მოსე აშმატვერდა ქორწილისთვის შევარჩიეთ რესტორანი Riverside Babilo, იგივე ბაბილოს სანაპიროზე. რესტორანი მდებარეობს ბელიაშვილის 73 ნომერში და მას აქვს რამდენიმე საქორწილო დარბაზი. აქვს დიდი დარბაზი, პატარა დარბაზი, ტერასები და ეხლა მე და შევიდეთ და ავარჩიოთ, იმიტომ რომ ესე ვერ გადავწყვეტთ სად გავაკეთოთ. გამარჯობა. Ani, სასიამოვნოა. ესე იგი თქვენი რესტორანი ისე მოგწონს, რომ გვინდა რომ შემდეგ ქორწილი ჩატარდეს ამ ადგილზე. თუ შეიძლება რომ დაგვათვალიერებინოთ დარბაზი რო შევარჩიოთ, რომელი დარბაზი იცი სამი ამ დარბაზის ჩათვლით სამი დარბაზი გვაქვს მხარია რომ არჩევანზე შეაჩერეთ და დარწმუნებულია რომ რაღაცა მოვახერხებთ რომ თქვენი სკოლა იყოს კმაყოფილი და მართლა საოცნებო ქორწილი გადაუხადეთ Riverside-ში. მე მგონი რომ ნია ხელის მოწერის ადგილი ეს უფრო დიდი ტერასაა. Riverside Babilo კიდევ ორი განსხვავდება რესტორანებისგან. არ გვაქვს მარტო ქართული სამზარეულო, არ მარტო ევროპული, ორივენაირი სამზარეულო გვაქვს, აქ არის მენიუ. სინთეზია. მithumet ახალგაზრდებს ახლა არ გვაქვს ძალიან ტრადიციული კერძები და არის ზოგიერთი ისეთი ქართული კერძი, რომელიც აუცილებლად. ხო, ამ შემთხვევაშიც ესე ვარ, ანუ წყვილის სურვილია რომ იყოს ზუსტად სინთეზი, რასაც ვთქვი, ქართული და ევროპული. მარტო ახალგაზრდებით არ შემოვიფარგლებით დღეს ცოტა შობლების ასაკავად მათი გემოვნებაც ასე ვთქვათ. ჩემი საყვარელი ის არის პროცესიც და სულ ამოყოლ დავიწყო სტანდარტულად ცივით. ცივი კერძი. ჩვენ ვაპირებთ ამ ქორწილში რომ გავერთოთ ივენთ მენეჯერებიც ერთობიან. და დაგიგემოვნით ალბათ კერძები მაინტერესებს. როგორ მოგეწონებათ ჩვენი სამზარეულო გარემოთი მოხიბლები ხარ? კი, ძალიან მოგწონს რა. ანუ თან მე ფოტოები, მე არ მქონდა ნახე, ანინამ ყოფი იყო და ფოტოები რომ ნახე, ეს რაც საღამოს განათებები და ეს რაღაც თეთრი თბილი განათება, მე
ამით ძალიან მომწა. რა ვიცი, მე მგონი მენიუზე კი. საქორწილო ბეჭდების ასარჩევად ამჯერად ვესტუმრეთ საიუველირო ანტიკვარულ სალონს დიადემა, რომელიც მდებარეობს მარჯანიშვილის 18 ნომერში და სადაც გიორგი და ეკა ეხლა არჩევენ საქორწილო ბეჭდებს. ეს არის ჩვენი ნაკეთობა, ანუ დიადემის. გამარჯობა. გამარჯობა. შემოგეჭერეთ. იმატანა. აი ეს შევარჩიეთ, ანუ შევარჩიეთ ეს. არის თეთრი ფერის, ჩვენთან დიადემაში ნამუშევარია. მატირებული, ანუ რომელიც ყომა მოიწონა. ორი შეიძლება ავიღო? ბატონო. ძალიან ლამაზია. ორივეს ერთნაირი გექნება, ცოტა დიდი ზოგი გიორგის და უფრო პატარა ეკას. ეს თქვენი დიზაინი. ეს გაკეთებული გახლავთ, დიადემა თავისი ნაკეთობებით არის განთქმული და მე შემიძლია გაჩვენოთ სხვა ნაკეთობები ჩვენიც. ძირფასები, ანუ აქ არის ჩვენი ნაკეთობაც, არის ევროპაც, ძალიან ლამაზი ნაკეთობები. ევროპაც, ანუ ევროპა, იტალიურები გვაქვს ძირითადში, კოლექციებზე შეძენილი ნივთები გვაქვს და შემიძლია კიდევ გაჩვენოთ წამოღწალი ჩვენი ნაკეთობები, რითაც დიადემა. სახელს ვიხვეც, ესე რომ ვთქვათ, აქეთ ეს არის საქართველოს პირველად ესეთი საფირები ჩვენ აქონია. და მე მგონი საქართველოშიც არის ესეთი საფირები, აქვს დიადემას ჩვენი დიზაინერის ნამუშევარი გახლავთ ესეც. მოვედით დიადემასთან, სადაც წყვილი ეკოსთან ერთად არჩევ. აუ თავიდან და ეს ბავშვები დარბიან, ვერ გავუჩენ. მოვედით დიადემასთან. აი, ნუ რა. მინდა ჩუმათვარ. ხო, ყველა ხარ ჩუმა. ხა მე ვარ. მოვედით დიადემაში. და იმასაც ხო ვაყოთ. ხო, იმას აქ ვიტყვი. არ თქვაო, ხომ მითხარი, ორი ტაქსი დაგჭირდებაო. ეხლა მოვედით დიადემაში, სადაც და ძალიან სული რაღაცები ლაპარაკე, არ შეიძლება. ვერ ვამბობ. მოვედით მაღაზია დიადემაში, სადაც ეკო წყვილთან ერთად არჩევს ბეჭდებს. მე და ანის გეგმაში გვაქვს რომ წყვილი წავიყვანოთ და ერთმანეთს გავუკეთოთ სიურპრიზები. პირველი სიურპრიზი კეთდება ეკასთვის და ამისთვის ჩვენ დაგჭირდება ორი ტაქსი, ხოლო მეორე სიურპრიზი უკვე არის გიორგისთვის და ამას მაყურებელი ნახავს უკვე ცოტა ხანში. всё. ჰალელუია, დავიზარდე. ჰალელუია. არჩევით. მაცადე. მე არ ფერკი არ ყო. შენ ნახე მაინც. მოყოლი ხარ ჩვენ პროექტში რომ მოხდი. კი, ძალიან. ანუ როგორ ვითარდება შენი ქორწილის ანუ მოიცადე როგორ ნოთქვა? მამაღლელი ლაპარაკიში. როგორ ვითარდება მოსამზადებელი პროცესი მოგწონს რა მით უკმაყოფილო ხო ან ხარ რაღაცებს ხო? მე მგონი სწორად მივდივართ. არა. რაც ყველაფერი მომწონს. ექსტრაჟი ხალხზე ხარ. ან თუ მე და მამა ჩემს არ გამოგვია კიდე რაღაც ტერიტორიულად რა ადგილზე იმყოფები? თქვათ მე ჩემ ძმამ და ჩემ დამ რა. გასაგებია მადლობ. მოგაწოდეთ რა. ხოლო ჩენერც რაც რომ ჩემთვის მაუძღვნია მაგრირაც სიხარული
ეკა 36 წელიწადია მარტო დავდივარ და გადავწყვიტე რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრება შენთან ერთად ვიარო ცხოვრების გზაზე. ძალიან მიყვარხარ. ამ წელს ეთყობა ხოლმე გილოცოს ხალხინა ჩვენ კიდევ ერთხელ ვეწვევთ დიანა ქვარიანის მაღაზია სალონს, რომელიც მდებარეობს თაყაიშვილის 4 ნომერში. ამჯერად ეკასთვის შევარჩევთ საქორწილო კაპას. გამარჯობა ეკო. კარგად. გაიცანი, ეს არის ჩვენი პატარძალი ეკა. აბა, მითხარით ჩემო ეკა, თუ გაქვს რამე იდეები, შენი იდეები, როგორი გინდა იყოს შენი კაბა. ანუ სადა და ჰაეროვანი. წინ გახსნილი, უკან გახსნილი ოდნავ, ხო? ანუ დახრული მოკლე მკლავები. ვაიმე, რა მაგარი იყო. ჩემთვის მოუძღვნია მაღლიდა ღმერთს სიხარული ხოლო ჩემს ხოდ შენერც მოკლედ მოვედით აბაშიძის 46 ნომერში Flowers G-ში Flowers G მაღაზია, ყვავილების მაღაზიაში Flowers G. ნიარი აქ და მე იმედი მაქვს რომ შეარჩია რამე, არ შეარჩია და რანამ ჩვენ ჩეკით განსაცდელს გიორგის, მე არჩევდა ყვავილების ხორციელს. აი ისე ხარით რომ აი გარედან მინდა რომ ფოტო გადაგიღოთ. მამაზები კი ხართ, მაგრამ სიძეს რომ მართმოდი კარგი იყო. შეერჩიეთ რამე მართლა. აბა, შეყვავილი თაიფურგელო. მოდი ესეთი რაღაც გავაკეთებთ. აუცილებლად ჩვენ ნახავთ ადგილსაც ხორციელი დაკეთება და გადავწყვიტოთ ერთად როგორი დიზაინი გავაკეთოთ. მე მგონი ისე ჯობია. იმიტომ რომ ფერები არ ვიცით და რაღაცები არ ვიცით. თეთრი მოკლებული.
იმისათვის რომ ეკა თავის ქორწილში კიდევ უფრო ლამაზი იყოს და თეთრი კაბა კიდევ უფრო მოუხდეს, გადავწყვიტეთ რომ ცოტა გაიროჯოს და ამისათვის მოვედით სოლარიუმში ერთგოლანი, რომელიც მდებარეობს აბაშიძის 22 ნომერში, სადაც არის ძალიან დიდი არჩევანი და სადაც დაგვეხმარებიან თუ რომელ აპარატში შეუშვათ თავდაპირველად ეკა. ჯერ გავარკვიოთ დასაწოლი გირჩევნია თუ დასადგომი, ზოგი ვერ იდგება, ზოგი ვერ წვება, ეს უკვე ინდივიდუალურია. ანუ დასაწოლი პროექტია, ამ ეტაპზე რა ტრანსფერი ძალიან თეთრი, პირველად შეხვალ მესამე აპარატი, რომელიც არის ოქროსფერი ლურჯით. შეხვალ 10 წუთი ფოტოარქივი ხალხთა დაიქის სენსორი, რომელიც კანისტრის მეშვიდე შეგვიჩნევს ინდივიდუალურ პროგრამას. ხედავ? ანუ ეტაპობრივად გავსწრებით და შეხვალ 10 წუთი სენსორი შეგარიშან თორმეტ ხო, მოკლედ აქ მე ხშირად დავდივარ ამ მომხმარებელი ვარ და კარგად ვიცი და გოგონები ანუ დაგეყვალიანებენ რა და როგორ შენ ესე იგი ხა გაგიკეთებენ სენსორებს, შეგიყვნენ და ამასობაში მე შევარ ჩემს ასერ აპარატში იქიდან რომ გამოდიო რა იქ ეგონება ზღვაზე იყავიო, ბოლოს იმაში შენც მოხვდები. მე და ანი მოვედით ჩვენ საყვარელ ზურასთან და მამუკასთან ჯეობალნის უნდა შევუკვეთოთ ქორწილისთვის არ ვიცი ჯერ რა რასაც ქვია ჩვენი საყვარელი ზურა ჯეობალ სწორად თქვენ მოგზანდით გამარჯობა კი, ჩვენი ძირითადი ის მაინც ბუშტები ითვლება ახლა და ბუშტებში ასე ვთქვათ მონოპოლია გვაქვს, იმიტომ რომ ბრენდირებას ვაკეთებთ, ანუ ნახატით შეგვიძლია რომ დავატანოთ წარწერა ნებისმიერი, ნუ რასაც მოგცემენ რა და თვითონ ქორწილი დახო რესტორანში, ამიტომ შიგნით დაგჭირდება კონფეტზე, ტორტის გაჭრას დროს და კიდევ ვფიქრობთ, რომ გული გამოვიყენოთ სიცება. და შიგნით კი ბატონო. მოკლედ შევთანხმდით ჯეობალოს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ვაკეთებთ კონფეტს, ვაკეთებთ ბოლს და ვაკეთებთ საფრის მუშტებს მოწეს. ადგილს ვნახავთ, რესტორანი Riverside-ია, მე მივიდეთ და ყველაფერი გავიაროთ იქვე ადგილს. წავიდეთ მე. კი ბატონო. ნახვამდის. ნახვამდის. მოვედით გუდვილის საკონდიტროში, უნდა მივიდეთ შეკვეთებით სამსახურში და შევუკვეთოთ ტორტი. გუდვილის? აგრად გაწელია გუდვილის. ასეთი მონფე. გამარჯობა. მოკლედ, გვაქვს პატარა ქორწილი. ტორტი იქნება 60 კაციანი. და გვინდა რომ იყოს რაც შეიძლება ჰაეროვანი, იმიტომ რომ ესეთები არიან. მეფეს და პატარზე რაღაცა რომანტიულები და საყვარლები. თეთრი შოკოლადი რომია? ხო აკალატი. ან ეს არის შიდა გემო, რაც შეგვიძლია ტორტში გამოვიყენოთ. კი ბატონო, თეთრი შოკოლადით არის უფრო ეს არის ამარების ლემონები და თეთრი შოკოლადი. მეც ეგავსინჯო. ეს მოხატული ხო? ეს მოხატული, ნახე რა. ნია მოხატული ხო არ გავაკეთოთ? ნახე რა ამას. ეს არის ძალიან ნაზი და ჰაერავანი. თუ გინდათ ეს გავაკეთოთ. ეს ნახე რა ამას ფერებია. ეს შეგვიძლია ჩვენ ტორტზე გადავიტანოთ. და პლუს კიდე კაპკეიკები, ჯანმოდურია ეხლა კაპკეიკები. მოდი გავაკეთოთ რამოდენიმე კაპკეიკი და გავაკეთოთ ის ტორტი. კაი? კი ბატონო. გამარჯობა. გამარჯობა. მუშაობის ფაილები.
მუშაობის პროცესში შემოგეჭერით უკაცრავად, უბრალოდ ძალიან მაინტერესებს. ეს მოხატვის ტექნოლოგია არის რაღაცა უცხო და ახალი, ხო მე მგონი შეიძლება ვიყენებთ ყველანაირ ტექნიკას, რაც არის როგორც მარციპანი, ასევე ეს ბოლო მოდა არის ძვირად დეკორის დატანა მარციპანზე, ყოველთვის ძერწვა არ არის, მაგალითად საკურწილო ტორტებისთვის ლამაზი და ეფექტური, მაგალითად ძერწვის ტექნიკას იყენებენ უფრო ბავშვების ტორტზე და ხოლო საკურწილო კორპორატიულ ტორტებზე უმევთ რომ უფრო უხდება მარციპანზე არის ბოლო ტექნიკა. ეს თქვენი ნამუშევარი, თქვენი შედევრია. ერთ-ერთი შედევრი, ულამაზესია მართლა. ეს შოკოლადის არის? შოკოლადი. ულამაზესია. ძალიან მინდა. ასე რომ ყველას უსურვებ. იარდა, ხო უსურვებ. მოვიდეს კულტურაში. ყველას ვურჩევ. თავიდან თქვი, იმიტომ რომ ასე რომ ყველას ურჩევ მოვიდეს გუდულში, შეუკვეთოს აქ, იმიტომ რომ მართლა ულამაზესია და დიდი მადლობა. დიდი მადლობა. და ველოდებით თქვენ ტორტს ხორცილში. კარგად მაყურებელო. აი ეკო, ნახეთ როგორ გამოიწოლა. ვითომ სხვა დღეა, არა იგივე დღეა. უთხრა მაყურებელო. არაფერი. აუ არ ხახი ფიქრობს რომ მართლა ის არის რა ქვია. რა ერთ დღეში ერთი კვირა დამდივარი. ის ხახა გზის ფული არის. მაყურებელო. აიმე. ჩვენ ეს ასაცნებს მისულით სულ ყველაფერს ვიღებთ ერთ დღეში. ქორწილს ვაკეთებთ რამოდენიმე საათში. ეს ვითომ 7 დღე არის ყველაფერი დადგმული ჩვენი პროდიუსერის მიერ. მე ვარ პახმენიაზე, ნაბახუსები. მე ალიკო ბეგერმარგანი. კვირა დღეა დღეს, არასკევი, შაბათი, ახლო კადრი არაზოსად და მიხოთ. დაგაგვიანდა ცოტა. როგორ ხარ? არა გიშ, თავად. კარგად დასხეთ. სამივე ჩვენს ახალ დაქორწინებულებს მიულოცავ ბედნიერებას და ვეტყვი რომ ტუროპერატორმა IM Global-მა ჩვენი ახალ დაქორწინებულებისათვის შეარჩია სასტუმრო პლანეტა. ეს არის ჰაი-კლასის სასტუმრო, რომელიც მდებარეობს 70 მეტრში ზღვიდან. რაც შეეხება სასტუმროს დეტალებს, გვაქვს როგორც დახურული აუზი, ისე გარე აუზი და ჩვენს გულ შეუძლია ვისარგებლოს როგორც გამაგრილებელი, ასევე სპირტიანი სასმელებით აუზთან. ვიზიტთან დაკავშირებით ალბათ გექნებათ კითხვები და აღნიშნავდი იმას, რომ ტუროპერატორი IM Global არის ერთადერთი საქართველოს მარკეტინგის ბაზარზე, რომელიც ასრულებს პირდაპირ ჩარტერ რეისებს ბურგასის მიმართულებით ბულგარეთში და შესაბამისად ვართ აკრედიტებული აგენტები ბულგარეთის საელჩოში, ვიზას ვამზადებთ 2 სამუშაო დღეში ყოველგვარი პრობლემის გარეშე. სოფო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მე მგონი ამოვწურეთ ხო ყველანაირი კითხვები. ძალიან დიდი მადლობა. გაფრენამდე თუ რაღაცა კიდე განსაკუთრებული დაინტერესებს დაგირეკავთ და შეგვეხმიანი. მადლობა თქვენ რომ აიჩიეთ ჩვენი ტუროპერატორი და ბედნიერ დასვენებას გისურვებთ. დიდი მადლობა. მე თუ ხარი და სამხედრო დინდოდა და კიდე იყო შროლა. ერთხელ ვიწროე ტანფორიო და ერთ-ერთი რეგიონის ეხა არ ვიტყვი, პოლიციის უფროსი უკეთეს.
მინდა რომ ვიყო სამხედრო, ალბათ ბავშვობიდან მინდა რომ ვიყო სამხედრო ქალი. ძალიან მაგარი მანქანა. კიდევ ერთი სურპრიზი ეს არის Mercedes-ის ანტიკვარული უკვე ერთ-ერთი პირველი გამოშვება, მე მგონი ძალიან მაგარი ესეთი საკოლექციო და სხვათა შორის იყიდება, ხო არ შეიძენდი? ეს მანქანა იყიდება, ეს არის მე მგონი საკოლექციო უკვე ერთ-ერთი პირველი მოდელი და რა ვიცი, სურველები დაგვიკავშირდით. წავალ და ნახოთ ვინ რა საკეთებს. თორე ძალიან ბევრი ადამიანია აქ შეგრებილი, ვინც ვინ რა საკეთებს, ჩვენ ცხონა ვაკეთებთ. ჩვენ გავაკეთებთ უკვე ჩვენ გასაკეთებელი. ჩვენი ნამდვილი მეგობარი ფლაუერსი ნახე როგორი არ გაგვიკეთეთ ამ. ყველა ხარ მაღაზიაში ვიდარჩა. შენ ეს ცაცებ არა და მე დავი ხელს რომ მოაწევენ რომ ამორენ უკვე მომიშავთ. DJ ლევან დინარაძე იგივე რემბო. დავმოვაგებინე და მოდი ცოტა ხანში ერთხელ მოვაწესრიგებ დავხვდა რაღაც. სხვათა შორის ძალიან მხიარული ის არა მოგველის, იმიტომ რომ მე შენი მჯერი მოახერხე და ამით ახალი და მთელი ჩვენი ვთქვათ მე სამეგობრო წრე ამს არის. უბრალოდ არ ვიცი ხება სტუმრები. შენ არ იცი თორე ჩვენ ვიცი. მე არ ვიცი და არც ნერვიულობს იმასაკეთებ პირველი საათი დავაკვირდები რა ტიპები არიან შევისწავლი და მე მგონი DJ-ს ვიქნებ, ნაბადოც ვიქნები, ანიმატორიც ვიქნები და Come on, Come guacha. I'm asking you, baby, to get it on with me.
არიან ევდოკია მუკბანიანი და გიორგი კიკნაძე. გთხოვთ გასცვალოთ ბეჭდები მარადიული სიყვარულისა და ბედნიერების სიმბოლოდ. მიულოთ ერთმანეთს ბედნიერება. Hey baby, I think I wanna marry you. შემოქმედებითი ჯგუფის სახელით კიდევ ერთხელ გულოცავ ჩვენი ყველას ერთ-ერთ ყველაზე უსაყვარლეს წყვილს გიორგის და ეკა ევდოკიას. Piso, შენ გეძღვნება ეს სიმღერა. შენ ხარ mio sole, ჩემი მზა. So
გაგრძელდებოდა. ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი უსაზღვრო ბედნიერებას და სიხარულს უსურვებს გიორგის და ეკას. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მათი სურვილები სრულყოფილად ავასრულეთ და საოცნებო ქორწილიც გამოგვივიდა. მას ასე, გემშვიდობებით მომავალ სეზონამდე.